ღმერთმა დამწუხრდა გაგაძლიერო სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ. ადამიანს ძალიან ბევრი რამ შეუძლია, ძალიან ბევრი რამ ძალუც. თუკი იგი მოინდომებს რომ თავის თავში მოძებნოს ღვთაებრივი საწყისი, თავის თავში მოძებნოს ღვთიური და იმას მისდიოს, ანუ ღვთის ნება გამოარჩიოს. ეს საწყისი არის ისეთი, რომელსაც ჩვენ ვეძახით სასუფეველი ცათა, რომელიც არის ჩვენში. და აი ზუსტად აი ჩვენში სულში სამშვენივროა და სხეულში არის ეს ძალები, ეს სულიერი ძალები, რომლებიც ვთქვათ, მიგვითითებენ, მოგვიწოდებენ, გადაყვრიან, არ გვაძალებენ, მაგრამ სტიმულს გვაძლევენ იმისა, რომ ვიცხოვროთ ღვთის ცნებებით. ღვთის ცნებებით ცხოვრება ეს არის ერთადერთი გზა ღმერთსაკენ მიმავალი. ღმერთმა შემოგთავაზა ეს გზა. მეგობრებს გიწოდებთო, ჩემსას, არა მონებს, არამედ მეგობრებს გიწოდებთო. ანუ ესეთი მეგობრობა შემოგთავაზა ღმერთმა, ხედავთ? აი ურთიერთობის ყველაზე უფრო კარგი საშუალება, ყველაზე უფრო ახლო საშუალება შემოგთავაზა ქრისტემ, რომელიც არც ერთ რელიგიაში არ არის. აი ქრისტეს ზუსტად ღვთივ გამოცხადებულება ქრისტიანობის არაში მდგომარეობს, რომ ადამიანი, რომელიც ღვთის საწყის ღვთაებრივ ნაპერწკალს, სასუფეველს ცათას საკუთარ თავში აღმოაჩენს და ღვთის ნებას მიყვება, იგი ღვთისადმი დამეგობრების მდგომარეობაში შედის, ღვთის მეგობრობის ეგზისტენციალურ მდგომარეობაში შედის. აი ღვთის მეგობრობა ეს არის განსაკუთრებული პატივით. აი ამ ფორმით ურთიერთობას გვთავაზობს ღმერთი. მონობას არ გვთავაზობს, ღმერთი გვთავაზობს მეგობრობას და გვავალებს, გვთავაზობს და გვავალებს. მაგრამ ესე ადვილი ვერ და არ არის, რომ გახდე ღვთის მეგობარი. აი ეს მთელი ცხოვრების საქმეა. დიდი სულიერი წვრთნის, დიდი სულიერი დისციპლინის, ემოციონალური განწმენდის, ხორციელადაც ადამიანს უამრავი რამ ევალება, ანუ უხილავი და ხილული თაყვანისცემა ღვთისა. და ესე საოცარი ცოდნის მიღების ვალდებულება აქვს მას, რომ გახდეს მეგობარი, არ შეიძლება შენ მეგობარი იყო და არ იცოდე ვისი მეგობარი ხარ და თან ასეთის მეგობარი, მამის და სულიწმინდის მეგობარი, ქრისტეს მეგობარი იყო და არ იცოდე ვისი მეგობარი ხარ. იცი, მადლობ და ამ მეგობრობას ვთილობ, რომ ამ მეგობრობას მოუფრთხილდე და დააფასო. ვინც არ აფასებს მეგობრობას ღვთისას და ამ პატივს, რომელიც ადამიანს მიენიჭა, ეს ძალიან ბევრს წააგებს, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. ეს დიდი პატივია, რომ ადამიანმა საკუთარი სარწმუნოება დააფასოს, თავისი ის პატივი დააფასოს, რაც ღმერთმა მას ხატებად მისცა, რომ მსგავსებას მიაღწიოს. ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი დეგრადაცია ინდივიდის, ოჯახის თუ ერის არის ის, როცა იგი საკუთარ ყოფიერების თავარ ფასეულობებს ვერ აცნობიერებს და არ აფასებს და საკუთარი არსებობის დაუფასებლობის გზით მიდის. რაც ღმერთმა მისცა, იმას არ აფასებს და რაც აქვს და ღმერთმა მისცა, იმასაც კარგავს და ვეღარ ძიბრუნებს შემდეგ. ამიტომ ვეცადოთ, რომ უამრავი ცოდნა გვაქვს მისაღები და ძალიან ბევრი სახარებისეული ის აბსოლუტური თვით გამოცხადება ღვთისა, რომელიც მოგვეცა, გვავალებს იმას, რომ აღვასრულოთ ღმერთთან შეერთების პროცესი, განხრთობის პროცესი აქ მიწაზე. აი ამ დღევანდელ სინამდვილეში, სადაც პოსტტოტალიტარულ პერიოდში ვცხოვრობთ, ამ დღევანდელ სინამდვილეში ცხოვრება ადამიანებში ცნობიერად თუ არაცნობიერად, ხილულად თუ ხილავად უამრავი ბრძოლები შემოდის, უამრავი დისკომფორტია, უამრავი ხელის შემშლელი ძალები შემოვიდა, ადამიანის სულში, სამშველში შემოაღწია და ხილულ სამყაროში ხილულადაც მოქმედებს. ისეთმა ძალებმა შემოაღწია და უზურპირყო ადამიანის სული, სამშველი და სხეულიც და დააუძურა, რომ ადამიანი უკვე თუ ღმერთს მაქსიმალურად არ მიენდო, არ შეეხო მის ბაგებს, წმინდა სისხლი და ხორცი და არ განიწმინდა მისი სული, სამშველი და სხეული, მთელი ადამიანი იგი და ქრისტეს არ შეუერთდა, შეერწყა შეუწყბელად და თავისი მე არ დაკარგა, მაგრამ განაღმთო სუნდა. თუ ეს არ გააკეთა, მაშინ იგი ქაოსისა და დესპოტიის მონა გახდება. მონა დესპოტიისა, ეკონომიკური დესპოტიისა, თუ ასე ვთქვათ, მატერიალური ფასეულობების მონობისა, თუ ასე ვთქვათ, ამ მორევის და ქაოსის, ენტროპიის, რომელიც ამას სოფლის
ამღრეულ ნაკადს და მორევს უძახიან წალეკვის თქვა საჭიროებით ემუქრება ადამიანს. ამიტომ დიდი მუშაობა არის საჭირო იმისათვის, რომ დაბალი მდგომარეობებიდან უფრო მაღალ მდგომარეობაში გადავიდეს ადამიანის სული, სამშობლო და სხეული და უფრო დიდი იმუნიტეტი შეიმძინოს მას და არ იქნეს შეპყრობილი, დაპყრობილი იმ ირაციონალური ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ მის სულიერ განვითარებას, მის სულიერ წინსვლას, გამხდობას ხელი შეუშალო და დააბყოლო და უსახური გახადონ იგი. ამიტომ ვეცადოთ, რომ მეტი სიბზნე, მეტი სიყვარული, მეტი სიბზნისა და სიყვარულის შერწყმა მოხდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ცხოვრების მისია, რომ ჩვენი ცხოვრებაში მოხდეს ქრისტეში გამთლიანება, გამხდობა, სიბზნისა და სიყვარულის შერწყმა ადამიანში, დახვეწა, განწმენდა, გამდიდრება სულიერი, როგორც უფალი ამბობს და ესე გარდავიქმნათ და უფრო უკეთესი გავხდეთ, ვიდრე ვართ, რასაც ყველას გისურვებთ. მინდა რომ დააგვესოთ ყველა დღესასწაული კიდევ და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და ხვალ მშვიდობითი ზიარება გისურვებთ. ამინ. მერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.